მოგესალმებით ყველას მეგობრებო. მოკლედ იმ სიგიჟის ფონზე რაც დღეს საქართველოში ხდება, აი ესენი ჯერ რაც შემხვდა და რაც აი როგორ გითხრათ მანიაკალური გამოვლენების უმაღლესი ფორმებია. მანიაკალური თუ არ ვიცი რა გითხრათ რა, ფანატიკური გამოვლენის უმაღლესი ფორმებია. აი საკითხი რა შეერს ახლა მინდა განვიხილო ეს თემა რა. აი ჩვენი საზოგადოება ამით კმაყოფილდება მეგობრებო. ილია მეორე ისეთი გააფეტიშეს და გაკულტეს, რომ აი უკვე კანძეც ამოიტვიფრეს გულზე და მისი თოჯინებით შექმნეს და მოკლედ ერთ ამბავში არიან და ისე საყვარელი მამა შალვა როგორ იხსენებს, ილია მეორის როგორ უყვარდა ნაყინი და აი ასე კარგი მოგონებები აქვს ილია მეორეზე. და არსებობს მეორე კატეგორიაც, რომელსაც აი ეს მოგონებები აქვს. და მოდი წავიკითხოთ. ეს გაშეშდა, თუ რა მოუვიდა ამას, ვერ გავიგე. ეს სურათი ვეღარ მოვიშორე. ესე იგი არის ესეთი რაღაცა. არსებობს ესეთი წერილი ილია მეორის მხრიდან, რომელიც მოითხოვს გამსახურდიას მოშორებას. ხო? აი გამსახურდიას მოშორებას მოითხოვს. ახლა რამდენად თქვენ ხედავთ ამ წერილის არს არ ვიცი, მაგრამ აი აგერ წაიკითხეთ თქვენი თვალით და ესე იგი მოდი მეც წავიკითხავ რა თქვენთან ერთად. მოგახსენებთ რომ ჯერ წავიკითხოთ ვის ССР კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმის საბჭოს რწმუნებულ საქართველოს ССР-ში გივი შალვას ძე მაისურა ძეს წერს, ესე იგი ილია მეორე 83 წელს 28 ივნისს. მოგახსენებთ რომ მოქალაქე ზკ გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოებას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია ССРК კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ გამოგზავნილ დეპეშის ასლს. ანუ დეპეშის ასლს მის მიერ გამოგზავნილი დეპეშის ასლსო. დეპეშის ასლს. საინტერესოა რომელი დეპეშის. მოიცა ერთი წუთით აქ ვერ ვხედავ კარგად რა ხდება. გთხოვთ მიიღოთ შესაფერისი ზომები მსგავსი
რისო? ბოროტ მოქმედების აღსაკვეთად. დეპეშის ასლი, ილია მეორის ხელმოწერა. კათოლიკოსის პატრიარქი ილია მეორის ჟვიადგამსახურდიას დეპეშის პასუხად რელიგიის საქმეთა საბჭოში გაგზავნილი წერილი. აი ესე ცოტა დავაპატარავე. ხო, ნუ ესეთი მოგონებებიც არსებობს, მეგობრებო, დოკუმენტირებული. და არსებობს ესეთი მოგონებებიც, აი, თოჯინებისა და მე მგონი ბოლივუდის იმაში გადავინაცვლეთ რა. წავედით ბოლივუდში, მეგობრებო, ესე კარგი ილია მეორე ყავდა. ისეთი კარგი იყო, რომ ნაყინის ჭამა უყვარდა. ყოჩა. ამ დონეზე დაიყვანა ერი. ნაყოფით შეცნობილი ხე წამას ქვია, მეგობრებო. ხო, ბლოგერები როგორიც არიან, ვითომ ძალიან მაგარი ძალიან ტიპები და ძალიან სახელგათქმულები, ილია მეორის მოიხსენიებენ ძალიან მაგარი მამად და ვითომ ძალიან კრიტიკულად ვდგებიან ამა თუ იმ საკითხს. ესა თუ ის ბლოგერები. აი, გავანებოთ გასთავი. იმენა არ მინდა ამაზე ნერვების მოშლა. ძალიან დებილი საზოგადოება დაგვიტოვა აი ამ კაცის არსებობა, მაგარი გამოყლევებული საზოგადოება და იყოს ნება ღვთისა, ამინ ამენით. გამოვიდეს ყველაფერი შუქზე ნათლად და აღარაფერს არ ვიტყვი, ხა ესენი მაინც ვერაფერს ვერ გაიგებენ და ის ხალხი ვინც ისედაც ყველაფერი იცის ვინც ყველაფერი იცის, ისედაც იცის. ნუ რას ვიზავთ ეხლა მეგობრებო, ადამიანს თუ უნდა სიბნელეში ყოფნა იყოს და ვისაც არ უნდა კი იცის რაც ხდება რა და ეხლა რა ვიცი. ესენი ძალიან ტიპობენ და მაგარი მამა ყავდეთ და 29 წელი ამეფეს და 29 წლის განმავლობაში ნაყინის ჭამაზე და ტატუირებაზე მეტი ვერაფერი ვერ გააკეთა ამ კაცმა, რომ ამ ხალხს ტვინში ჩაედო, ხალხის ტვინში ხო პრინციპში ვიღაცამ კითხა რა გაგიკეთებიაო შენო და მართლა ერთმა დაწერა რომ ამ კაცზე არც ერთი ნაშრომი არ დაუტოვებია თავის სიცოცხლის განმავლობაში, ნაშრომი, აი ხოლმე წერილი, ხელწერილი, ნაშრომი, წერილი, რამე ნათარგმნია რუსულიდან ქართულში, ხო იცოდა რუსული იქ დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტი. არც ერთია, აი ნაშრომი არ დაუდვია და თუ გაინტერესებთ მე ვინ ვარ, ხო? მაგისგან განსხვავებით ნაშრომი დადებული მაქვს უკვე საქართველოს მოსახლეობისთვის და ეს არის არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც ერთ-ერთი დაკარგული წიგნი იყო და ნაპოვნი წერილია წიგნი ენუქისაი გერმანულიდან ქართულში გითარგმნეთ სრულიად უსასყიდოდ და არანაირი ვალდებულებებით, იმიტომ რომ მე არც ერის მამა ვიყავი, არც ვარ, არც არავის გადაუხდია ჩემთვის ფული და არც ფულს გამოვიმუშავებ აქედან. ანუ ეს არის ჩემი სრული კეთილი მოქმედება თქვენ დამი ქართველი ერისადმი, რომ ადამიანი რო გაერკვეს საკითხში, წერილებში, რომელსაც გვეუბნება იესო ქრისტე, რომ ყველა წერილს უნდა იცნობდეთო, ავდექი, ქალი, სრულიად უსასყიდლოდ, სამი შვილის დედა და აბსოლუტური დროის უქონლობის კითხვის ნიშნის დაყენების ქვეშ არ ყოფნით, ჩემი მცირე დროით, რაც გამაჩნდა თქვენთვის, კი არა და სრულიად საქართველოსთვის გავიღე ეს 8 წლი და ვთარგმნე. აი მართლა სრულიად საქართველოსთვის და ჩემი თავისთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც და ყველასთვის. ნამდვილად, რა ვიცი, აი მე თუ რამე მეთქმის, მარტო მაგ წიგნის თარგმნის გამო ძალიან ბევრი მადლობა მეკუთვნის, რასაც არ მოვითხოვ რა. არ მოვითხოვ მართლა. მაგრამ აი ის კი ნაყინების ჭამა, მეგობრებო, ხო? ნაყინების ჭამა უყვარდა ილიას. კი. მას არ ქონდა დრო რომ ეთარგმნა რაიმე წიგნი. არამე ნაშრომი დაედო. არამე საქართველოსი რამე მაინც გაეკეთებინა რა. რა ვიცი, რამე მაინც გაეკეთებინა რა, საინტერესო რა. კაი, მეგობრებო, წავედი ახლა თქვენ იცით. გემშვიდობებით ორივეს.
თქვენი ნაყინჭამია ილია მეორის სასწავსაც და იმათაც ვინც აი ეს საკითხი განიცადა ჟიად გამსახურდიის მოსაშორებლად, ჟიად გამსახურდიას მოსაშორებლად წერილი რომ ისწერა ჩვენმა ძალიან უწმინდა შინეტერის ილია მეორე. ისეთი უწმინდა შინეტერის იყო რომ დააბეზღა ჟიადი რა, დააბეზღა იმაში და თან ცილი დასწამა და თანაც ვითომ დააბეზღა. მოკლედ ერთი სიტყვით რა მაგარი განუკითხაობა არის რა, აი ასეთ სიბნელეში თუ მომიწევდა ყოფნა მართლა არ მეკონა, მაგრამ აი ვისაც გეშინიათ დაკომენტარებისაც კი ეხა რამდენი შევხვდა ბოლოს და არ ვაკომენტარებოდა, ვისაც გეშინიათ ამის ხო? ვინც მოგისყიდათ იმ სისტემებმა, ვინც არ ვიცი რა უნდა გითხრათ, მე არ ვიცი უკვე რა. იცხოვრეთ რა ტაშპანდურაში, იცხოვრეთ, გააგზავნეთ ნაყინების ჭამა მაგის დედაც ჭეკ. წავით.